მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ ცხოვრებისეულ ფაქტებზე. ამერიკაში სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია სურათი გადაუღოთ კურდღელს იანვრიდან აპრილამდე. არ აქვს მნიშვნელობა კვირის რომელი დღეა ან საათი, ყოველდღიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში 61,000 ადამიანი გადაადგილდება თვითმფრინავით. იაპონიის ყურეში საფოსტო ყუთი სახელწოდებით სუსამი წყალქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე არსებობს. ამერიკაში სქესის შესაცვლელად დღეში საშუალოდ 2 ოპერაციას აკეთებენ. ასტრონავტების ჩაფხუტებზე არის სპეციალური მოწყობილობა, რითიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ცხვირის მოკავება. მე-17 საუკუნეში თერმომეტრებს კონიაკით ავსებდნენ და არა ვერცხლის წყლით. ჰავაის სკოლის პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს სერფინგი. ლეონარდო და ვინჩიმ დახარჯა თითქმის 12 წელი, რომ დაეხატა მონალიზას ტუჩები. ტაილანდში ვინც საღეჭრეზინს დააგდებს ტროტუარზე დაჯარიმდება $600 და კიდევ ქვედასაცვლის გარეშე აკრძალულია სახლიდან გამოსვლა. საფრანგეთში არ შეიძლება ღორისთვის ნაპოლეონის დაძახება და აკრძალულია ისეთი თოჯინების გაყიდვა, რომელთა სახეც არ არის ადამიანის. პატარა მუხლუხოს უფრო მეტი კუნთი აქვს ვიდრე ადამიანს. არკანზასში აკრძალულია, რომ ძაღლმა დაყეფოს 6 საათის შემდეგ. ლიბიის 99% უდაბნოსგან შედგება. პირველი რეკლამა გამოქვეყნდა ინგლისში 1467 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს მეტალის ეკონომიის მიზნით ოსკარის ჯილდოებს ხისგან ამზადებდნენ. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოთ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.